საქმის განხილვა უნდა მოხდეს შემდგომ ეტაპზე უკვე სასამართლოში და ბრალდების მხარე და მისი პოზიცია როგორც მოგახსენეთ, საგამოძიებო ორგანო ყველა შემხედრ საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას მისი პრეროგატივა არის, შესაბამისად ჩაატარებს და შესაბამისად დაელოდებს საქმის განხილვამდე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება, როგორც მოგახსენეთ. თქვენ საიდან გაიგეთ, რომ ნიკამელიამ წყალი შეაცხა და რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაგიწყოთ წარმოება და სისხლის სამართლის საქმე ამღეწრეთ? კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე დიახ კონკრეტულ შემთხვევაში სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შესაბამისი პატაკი იმის საფუძველზე რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა ბრალდებულის ქმედება გახდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი. ამავე სხდომაზე ნიკამელიამ ძალიან მძიმე ბრალდება წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ის გაიტაცეს ადმინისტრაციული წესით გასამართლებამდე რამდენიმე საათით ადრე. რატომ არ იწყებს გამოძიებას პროკურატურა ამ მიმართულებით, რატომ არ იძიებთ მელიას გადაცემის საქმეს? ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც გითხარით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა დეტექტივის პატაკი, რომელსაც პატაკი შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ პროცესზე განხორციელდა სასამართლოს უპატივცემულობა, შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინეთ რეაგირება, დავიწყეთ გამოძიება და რამდენადაც დანაშაულის ნიშნები ნამდვილად დადასტურდა, მოხდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ადვოკატის განცხადება რატომ არ არის თქვენთვის საფუძველი, რომ ნიკამელიას გადაცემის საქმე გამოიძიებთ? რატომ არ იძიებთ? არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? როგორც მოგახსენეთ, კონკრეტულ საქმეზე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, იმიტომ რომ შესაბამისი და დანაშაულის შესახებ ისაუბრა ბრალდებულმა. ამან გამოიწვია მისი გაბრაზებაც პროცესზე, რომ მოსამართლემ მისი გადაცემის საქმე არ შეიმჩნია საერთოდ. არა და 150-მდე პოლიციელმა გაიტაცა ნიკამელია, დააზიანეს ავტომობილის სათვალთვალო კამერები, რეგისტრატორები არ უბრუნებენ არც ტელეფონს, არც დამონტაჟებულ კამერებს დაცვის მხარეს და არ იძიებთ ამ ამბავს და ანუ მხოლოდ ჩვანგირაძის წყლის შესხმა დაინახეთ და მისი გადაცემის ამბავი უბრალოდ არ უნდა შეიმჩნიოთ. გამომძიებელი ხართ თქვენ ვერ ხედავთ დანაშაულის გამომძიებელი არ ვარ. პირველ რიგში პროკურატურის წარმომადგენელი არ ბრძანდებით? პროკურორი გახლავართ, გამომძიებელი არა, კი ბატონო. პროკურორი ბრძანდებით. შემდეგ ხედავთ თუ არა მაინტერესებს დანაშაულის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაბრაზება ან რაიმე წინაპირობა ძალადობას არ ამათლებს. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. თქვენ ესე განმარტეთ, რომ საფუძველი გახდა პირის აღელვება. უნდა გავმიჯნოთ აუცილებლად, რომ ძალადობას ვერ ექნება ვერც ერთი მიზეზი. არ გაქვთ გამოძიება და რატომ შეიძლება? ვიცი, რასაც მიხსნით, მაგრამ ძალადობით არ გაქვთ. ამ შემთხვევაში ქმედება სულია და არასწორად მიხსნით ახლა. არა, სხვა მუხლია რომ ცნობილია ჩემთვის, იმიტომ რომ ბრალდება ძალადობაზე რატომ მიხსნით, რა არის ძალადობა და რა არის მიხსნით, რომ არც ერთ შემთხვევაში პირის მხრიდან უპატივცემულობა, შეურაცხყოფა და ძალადობას გამართლება ვერ ძალადობას ადგილი არ ქონია მელიას მხრიდან და გამეცით კითხვაზე პასუხი რატომ არ იძიებთ ნიკამელიას გადაცემის? მოგახსენეთ, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისად დეტექტივის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის პატაკის საფუძველზე მოხდა რეაგირება, დავიწყეთ გამოძიება და მოხდა სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ შესაბამისად ბრალდებულის ადვოკატი მიმართავს რომელიმე უწყებას, მოგმართათ პროკურატურაში ხს განცხადების შემოტანილი. ამიტომ გეკითხებით. მე გითხარით, რომ ჩემთან მიმართებაში ეს განცხადება კონკრეტულ დანაყოფში არ არის შემოსული. ჩვენთან მიმართებაში ვსაუბრობ ამ ეტაპს. ვის მიმართა ადვოკატთან შეგიძლიათ გაარკვიოთ რომელ კონკრეტულ უწყებას და შესაბამისი უწყება აღნიშნულ ფაქტებს შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას. მე შემიძლია გესაუბროთ ოკვირაზე მეტი გავიდა და ამიტომ არის გესაუბროთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სახელმწიფო ბრალდებას უჭერს მხარს. განუსმადით პროკურორის კომენტარს უფრო მეც